წმიდა გრიგოლ პალამა. ლოცვისა და ფსალმუნებისათვის. ღმერთმა გონების თვალი აგვიხილა, უხვად დაგვაბერტყა უსასხვროდ მადლიანი კალთა, უამრავი სიკეთით დაგვამწყალობლა, მაგრამ ძე ხორციელთაგან ჯერ არავინ დაბადებულა დედამიწის ზურგზე, რომელიც შეძლებდა უფლისთვის ღირსეული მისაგებელი მიეგო ამის სანაცვლოდ. დავით მეფე წინასწარმეტყველი ფსალმუნში ამბობს, რა მივაგო უფალსა ყოველივესს, რომელი მომაგო მე, ფსალმუნი 115:3. რა კიღა წინასწარმეტყველი იმათ მიმართავს, ვისთვისაც ადვილი მისახვედრია ამ სიტყვებში ნაგულისხმევი, დაწვრილებით აღარ ჩამოუთვლი იმ წყალობებს, ადამიანის გაჩენამდე რომ არსებობდა. იგი მხოლოდ ისეთ წყალობებზე ჩერდება, რომლებიც ადამიანს ღვთისაგან ებოძა გაჩენის შემდგომ. რანი იყვნენ ეს წყალობანი ადამიანის დაბადებამდე, ანუ ვიდრე ადამიანი ხორცს შეისხამდა, ღმერთს რაგვარი წყალობანი ჰქონდა მისთვის განმზადებული. ცადა დედამიწა, მთლიანად გარე სამყარო და ცოტა ოდენი, შესაძლოა, ძე სამყაროსეულიც, რასაც სული ჩვენი გულისათვის შთაბერა. რამე თუ ყოველივე ეს ადამიანის შექმნამდე არსებობდა და არაფრისაგან ქმნილი, ჩვენთვის წინდაწინვე კაცთმოყვარულად იყო განმზადებული. რატომ არის რომ უპირველესად იგი ეძლევა ამ ქვეყნად მოსულ ყოველ ძე ხორციელს საარსებოდ და შესატკბობად? ეს ხომ არც ჯილდოა რაიმე დამსახურების წილ, არც საზღაური, არამედ გაღებულია უანგაროდ, ვითარცა საჩუქარი ყოლად სულგრძელი და მრავალმოწყალე ღვთისაგან, რომელსაც განურჩევლად ყველას დამწყალობლება ხელეწიფება. რა გაქოს, კითხულობს პავლე მოციქული, რომელი არა მიგიღები ეს, 1 კორინთელთა 4:7, ანუ ვინ წინასწარ მირა იმისა მას და კვალად მიეგოს მას, რომაელთა 11:35. ასე რომ თავს ვიკავებ ეგზო მრავლის მომცველსა და ესოდენ მრავალ მნიშვნელოვან საკითხში ჩაღრმავებისაგან და მხედველობაში მაქვს მხოლოდ სამყარო, მასში არსებულით და ზესამყარო, ხოლო ჩვენ შემყურეთ ამათ წყალობათა, რომლითაც ღმერთმა გაჩენის დღიდანვე დაგვასაჩუქრა, საგონებელში გვაგდებს, თუ ვითარ შეიძლება ამის წილსანაცვლოს მიგება. მაინც რა წყალობანი გვიბოძა გაჩენის შემდგომ, რომელთა გამო, წინასწარმეტყველის თქმით, გამუდმებულ ვალში ვიმყოფებით ღვთის წინაშე. ოდეს ადამიანს ცნობის წადილი აღეძერის იმის მიმართ, ვინც ხორცი შეასხა და შეუქმნა მთელი გარე სამყარო, აღავლენს ღვთის დიდებას და მას რწმენითა და საქმეებით შეუდგება, რაც გარკვეულწილად წარმოადგენს კიდეც ადამიანისაგან ნაცვალსაგებს ღვთისათვის. რამე თუ ღმერთი მარად მჩქეფარე, უშრეთი წყარო სათნოებათა მის მადიდებელთ ერთიორად განადიდებს. დამწყალობებულნი კვლავ შესაბამის მადლიერებას აღავლენენ თავიანთი მხრიდან, რაც სიტყვებში და საქმეებშიც განცხადდება. ასე გრძელდება მრავალგზის ნაცვალგების კანონისამებრ და ყალიბდება უთვალავი მონაგარი ურთიერთთათვის, ადამიანისათვის ღმერთის მხრივ და ღმერთისათვის, მადლიერ ადამიანთა მოდგმისაგან. ასე შეიცნო აბრაამა შემოქმედი, მიაგო პატივი და დიდება ღმერთს და ღირსიქნა მოესმინა მისი ხმა და ღვთაებრივი აღთქმაც მიეღო, წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენი სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევდით ხალხად გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეულ იქნები ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწკევარს, კურთხეულ იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა. დაბადება 12:1-3. ამგვარად თავად ეს სიტყვებიც და მათში განცხადებული აღთქმაც აბრაამს ღმერთისაგან მიეცა მის მიერ აღვლენილი საღმრთო სადიდებლის სანაცვლოდ. მან კვლავ ღვთის მორჩილებით წარმართა ცხოვრება, რის გამოც ხელახლა მოესმა ყოველსა ქვეყანასა, რომელსა შენ ხედავ, შენ მიქცე იგი და ნათესავსა შენ საუკუნისამდე. დაბადება 12:15. სწორედ ამას გულისხმობს თანმიმდევრულობა ურთიერთობაში, აბრაამის მხრივ ღმერთის წინაშე მისაგებელი ნიშანდებული რწმენით, სიტყვით და საქმით, აბრაამისათვის ღმერთის გამოცხადება, აღთქმაც და წყალობაც, რაც ვითარ შეიძლება გადმოიცეს ენამჭევრობის გარეშე, რადგან მათ გვერდით ხომ უეჭველად უნდა ვახსენოთ აბრაამის სხვა უდიდესი სასწაულმოქმედებანი, კანონები, წინასწარმეტყველებანი და ისიც, რომ მისგან არს მოდგმა მეფეთა, თავად უფალი იესო ქრისტეც, მეუფებათა და ჭეშმარიტი ღმერთი. ვინც ყურადღებით დააკვირდებოდა, შეძლებდა შეენიშნა, რომ არა მარტო აბრაამს, არამედ ღვთის ყოველ მაამებელს მსგავსი ბედი ეწევა. მაშა სადამიმ, ოდეს დავით მეფე წინასწარმეტყველმა გამოიკვლია, ასწონდა სწონა იმჟამინდელი თავისი ყოფა, ეუწყა ისიც, რაც იყო მის გაჩენამდე, რამე თუ ესეც მის გამო მოხდა, შეიცნო უზომო ღეთაებრივი მადლი, ის მადლი, რომელიც ჭეშმარიტად ჩვენის ღმერთს. ღმერთმა კი ადამიანებსაც უხვად უწყალობა, ისიც გაიაზრა, რომ თავად ადამიანებს არაფერი გაგვაჩნია სანაცვლოდ ჩვენთვის ბოძებულ ღვთაებრივ წყალობათა ტოლფასი, შეღაღადა, რა მივაგო უფალსა ყოველისათვის, რომელი მომაგო მე. რა კი არაფერი მოეძევებოდა ღვთის საკადრისი. მისართმევად სხვა რა გზა ჰქონდა, აღიარა ღვთისაგან გაღებული წყალობა მასზედ, შეავედრა მომავალში დამწყალებლებას და წარს თქვა შემდეგი, სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო ფსალმუნი 115:4. თუმცა არც ამგვარი საზღაური ჩაითვლება მართებულად, რამე თუ რაც მეც იღებს, მით უფრო მეტ სიტყვს მიეცეს, ნაცვლად იმისა, რომ თავად სღოს.
რადგან თუ კი მეუფისაგან დამწყალობლებული მუხლებზე დაეცემა და კვლავ მორიგ წყალობას შესთხოვს ღმერთს, ამით ხომ ვერაფერს მიუძღავს მეუფეს მიღებულ წყალობათა წილ. მან ხომ სასუმელი ცხოვრებისა უწოდა ღვთისადმი სამადლობელ სადღეგრძელოს ცხოვრების სანაცვლოდ. თუმცაღა დავით მეფე წინასწარმეტყველის სულიწმინდით მოსილი, მომავლის წინასწარ შემცნობი ვითარცა ჩვენი მამამთავარ ერთმენაში, თავის თავზე იღებს იმას, რაც ჩვენ გვეხება. სასუმელი ამბობს იგი ცხოვრებისა მივიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. ეს განცხადებაა ჩვენი ღმერთთან ზიარებისას, საიდუმლო ბარძიმთან კავშირისა, თანახმად ამისა, თამამილტოლო ღვთისაკენ და ამავე მიზეზით ცხონებაც. თუ კი ღვთისაგან ბოძებული წყალობის სანაცვლოდ სხვა არაფერი გვაბადია, გარდა იმისა, რომ კვლავ ვილოცოთ ღვთის წინაშე, ოდეს ვიუსჭულოებთ, დამნაშავენი რითხა გამოვისყიდით ჩვენს ცოდვებს. რა საკვირველია ვერაფრით. რამე თუ სიკეთე უნდა ვთესოთ შეცოდებამდე და მაშინაც, ოდეს ვიუსჭულოებთ. რა კიღა ადამიანებს არაფერი გაგვაჩნია საკადრისი შენდობის სანაცვლოდ ცოდვებისაგან განკურნების შემთხვევაშიც არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვადიდოთ უფლისგან უზომელი მოთმინება და ღვთაებრივი გულმოწყალება. მაინც რატომ ხდება, რომ მე თქვენ მოგმართავთ ამჯერად, არაფერი გაგვაჩნია ღვთისათვის მისაგებელი, არც იმ წყალობის სანაცვლოდ, რომელიც მან მოგვაგო, არც იმ ცოდვების წილ, რომლითაც იგი შეურაც ვყავით, და ჩვენ უფრო და უფრო გავურბივართ ღვთის სადიდებელსაც და ლოცვებსაც. აი ახლა მე ვხედავ ეკლესიას, სავსეს აქ შეკრებილი ხალხით და გული მევსება სიხარულით. წარსულიც მახსენდება, რომ იდგა ჟამი რთველისა. ამას გეუბნებით არა გაკიცხვის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ კეთილგონივრულად განსაჯოთ იყო ჟამი რთველისა და ეკლესიაშიც საგრძნობლად იკლო ღვთის სადიდებლად შეკრებილ და გულითად მლოცველთა რიცხვმაც. ჩვეულებრივი დღეები ხომ საერთოდ ჩაგვდნენ მაშინ, ან და კვირიაკეებში აღვავლინეთ თუნდაც ღვთისადმი ლოცვა და დიდება. მათ ღვთის დღეები ეწოდებათ იმიტომ, რომ სწორედ მაშინ უნდა მოვსწყდეთ ყოველგვარ გასართობს და თავი ვანებოთ ყოფით საქმიანობას. ან ყოველწლიური მოსავლიანობა საიდანღა გვაქვს. ღვთისაგან არ არის ნუ თუ ესეც. ოდეს ჟამია თკბობისა, რთველისა, განა მაშინ უფრო არ შეშვენის ღვთის სადიდებელს ჩვენიც დავურთო. ჩვენ კი სავსებით უხეიროთ და უსამართლოდ მოვიქეცით, რასაც თან მოჰყვა კიდეც ხელის მოწარვაცა და ღვთისათვის ზურგის შეკცევაც. რატომ ვსაუბრობთ მაინც და მაინც ამაზე ამჯერად, იმათ რომ ბევრნი რთველამდეც და რთველის შემდგომაც კვირიაკეებშიც ვერ გამოფხიზლებულან, ცისკარს რომ დაესწრონ ისეთებიც არსებობენ აქ შეკრებილთა შორის, რომლებსაც ერთმანეთთან მუსაიბში გაჰყავთ დრო, ნაცვლად იმისა, რომ ილოცონ და ადიდონ უფალი. ბევრი გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს სიზილ პიპილებს, ვიდრე წმინდათა წმინდა სიტყვებს, ყიდვა-გაყიდვას, ვიდრე სულ მოუთქმელად წასაკითხ საღვთო წერილში განსწავლას ასე და ამგვარად, ტაძარი იქცა დუქნად, სახლი ლოცვისა, რაც იგივეა, რომ თქვათ სახლი ღვთისას. სახლს სავაჭროთ, იოანე 2:16. აი ეს ხალხი დაფუსფუსებს ჩვენს ირგვლივ როგორც ხედავთ, ვითარცა მამალი ფუტკრები და თავად უსმინარნი, მოსასმენად მოსულ ღვთის სიტყვას მოწყურებულ მრევლსაც აბრკოლებენ. რამ გამოიწვია მათი ასე დასნეულება? თავი და თავი ამავად მყოფობისა იმაში მდგომარეობს, რომ არ მიაჩნიათ ღვთისადმი ლოცვა დიდებას, საღვთო წერილისა და ქადაგების მოსმენას თუ ძალუძს რაიმე სარგებლობის მოტანა. ასე რა თქმა უნდა მხოლოდ ზოგიერთები თუ ფიქრობენ, ვამბობ ზოგიერთები მეთქი იმიტომ, რომ ეს სიტყვები ყველაზე როდი ვრცელდება, უსამართლობა იქნებოდა ამის თქმა. მაშასადამე ზოგიერთები ამაში ვერავითარ სარგებელს ვერ ხედავენ. ფიქრობენ, რომ უბრალოდ დრო გაჰყავთ ღვთის ლოცვა დიდებაში და მეტი არაფერი. თვალსაჩინოებისათვის ის ფაქტიც კმარა, რომ მოაწერს თუ არა ჟამი სამეურნეო სამუშაოთა, იქნება ეს მკაან რთველი ან და რაიმე სხვა, რაც აუცილებელ საქმიანობად გვესახება, ისინი ღვთისმსახურების შეწყვეტასაც ითხოვენ, რასაც იმდენად დიდი ზიანი მოაქვს ცალკე ღვთისმსახურებისა და ცალკე ქრისტეში ცხოვრებისათვის, პირადად თქვენი სხეულებრივი ნეტარებისთვისაც, რომ შეუძლებელია ენით გადმოგცეთ. ვინც უკმად მიიჩნევს ღვთისადმი ლოცვაში გატარებულ დროს, უარყოფს ლოცვას და მთლიანად ყოფით საქმიანობაში იძირება, არც წამს უფლისგან თქმული, თვინი ერთ ჩემისა არა რა ძალგის ტყოფად არცა ერთი. იოანე 15:5. არც ის უწყის, რომ სიკვდილ სიცოცხლის ღმერთი ჩვენს ჯანმრთელობასა თუ ავადმყოფობასაც განაგებს და ვითარცა მისი საქმე იყო ჩვენი გაჩენა, მასვე ხელეწიფება შემოგძარცვოს ის, რითაც სულდგმულობთ, მოქმედებთ და ვარსებობთ. ურწმუნოს წარსული საუკუნის ამბები ვერ დაუჯერებია და აბა იმას როგორ გაირწმუნებს, რაც მომავალში უნდა მოხდეს. თუ მტკიცედ არ სწამს მომავალი ცხოვრება სიკვდილის შემდგომ სიცოცხლე ან და საშინელი სამსჯავრო როგორ გაიზრუნებს სათნოებათა მოსახვეჭად. ამაზეც მაქვს პასუხი. ყოველგვარი სათნოება ჩადენილი არა ღვთისათვის, არა აღთქმული სასუფეველისათვის, არა მარადიული ტანჯვის შიშით არ არის სათნოება. თქვენთვის უკვე თვალნათელია, რომ შეუძლებელია გქონდეთ მტკიც ერთწმენა ან გულწრფელი სათნოება, თუ კი მთელი არსებით არ მიეცემით საეკლესიო ღვთისმსახურებას.
რამე თუ ცხოვრებისეულ საქმეებს ღვთის შეწევნის გარეშე წარმატებით ვერ აღვასრულებთ. ეს ყოველივე ბეჯითად ლოცვით მიიღწევა. თუმცა თქვენ მეტყვით, რამდენიც გინდა იმდენია ისეთი ადამიანი, რომელიც არც ეკლესიაში დადის ხშირად, არც იქ აღსრულებულ ლოცვებში ერთვება და არა მარტო ხელი ეწყობა ცხოვრებაში, არამედ განცხრომაშია კანდიდებული და ჯანსაღი. რატომ არ გვაქვს მუდამ დალხენილი ცხოვრება? რად არის იგი წარმავალი და ატანჯვით სავსე? იმიტომ რომ ღმერთს არ მოუხმობთ ამა თუ იმ საქმიანობისას, არც ის შეგვეწევა და ბოროტი მძლავრობს. ამგვარი დათმობის შედეგად არა მარტო უარესისაკენ მიექანება ჩვენი საქმენი, არამედ სავალალო დასასრულიც აქვს, რამე თუ საკმარისია სულ მცირე ბიძგი ან და უმნიშვნელო საბაბი ადამიანები ისე გაშმაგდნენ, რომ ერთნი გახდნენ მსხვერპლი ძმისაგან მოღერებული מחვილისა, მეორენი კი ცოცხლობდნენ ძმათა სისხლში შეღებილინებით, სულითა და ხელებით. რამე თუ გონება, რომელიც განუდგა ღმერთს, ადამიანს ამსგავსებს პირუტყვს ან ეშმაკს, აკარგვინებს ბუნებრივ იერს და ადამიანმა არ იცის, რას სჩადის, მისი ბუნებისათვის უცხო გაუმაძვრობისა და წრეგადასული სიხარბის მარწუხებში მოქცეული. იგი მთელი არსებით დანთქმულია ხორციელ გულის თქმებში, ვერაფრით ვერ კმაყოფილდება, სურს პატივით ეპყრობოდნენ, როდესაც საქმიანობით ამას არ იმსახურებს, დაჟინებით ითხოვს, რომ ეპირფერებოდნენ, იწონებდნენ და ეთანხმებოდნენ მის ყოველგვარ განზრახვას. ხოლო მავანის აზრი მისას თუ არ დაემთხვა გააფრთებული სიბრაზისა და ძალადობის წყალობით სისხლით ნათესავებთან ურთიერთობაშიც გველს ემსგავსება. ასე და ამგვარად, ადამიანი კაცის მკვლელი ხდება და ის, ვინც შეიქმნა ხატად და მსგავსად ღვთისა კაცის მკვლელი სატანის მინამგვანია. ყველაფერს ამას ერთი მიზეზი ეძებნება. გონებას სული, განეშორება ღვთის მოშიშებასა და ღმერთს ივიწყებს, უბოროტეს მტერს, სატანას უკაფავს გზას და მასთან წილნაყარი ხდება. თუკი წინ და წინ სულს განვაძლიერებთ უფლისადმი დიდებასა და ლოცვაში ნებისმიერი საქმის აღსრულებისას, ეშმაკი ჩვენს სულებში ვერ დამკვიდრდება და ამასთანავე მზაკვართა დასნიც განგვეშორებიან. სამაგიეროდ ჩვენს სულებს დაეუფლება უმციკლოება, პატიოსნება, სიმშვიდე, მორჩილება და სიყვარულით შეკავშირებულთა უმღრეველი და გაუბზარავი ცხოვრება გვექნება. ქრისტე, მეუფე ქვეყნისა იქნება ჩვენს შორის მასთან თითოეული ჩვენგანის განუწყვეტელი კავშირის საფუძველზე. ამიტომ ვიდრე საქმეებში ჩავეფლობოდეთ, ყოველცისმარე ღვთის ეკლესია თავისკენ გვიხმობს წმინდა ბილებით. ყოველდღიური კავშირი ღმერთთან ლოცვისა და ფსალმუნების გზით განაქარვებს ყოველგვარ გულარძნილებას, მათ გეს უცვლის სიკეთისაკე, თრგუნავს ხორციელ ნებათაღელვას, ებრძვის ანგარებიან ნებას, წარხოცავს მზაუბრობას, აუკებს შურს და აცხრობს რისხვას, განაგდებს ღვაწლს გულში დაგუბებულს, განგვარიდებს გულის წყრომასა და უსიამოვნებებს. სანაცვლოდ სათნოებანი, კანონიერებანი, კეთილდღეობანი მოაქვს ქალაქებისა და ოჯახებისათვის, სულთა და ხორცთათვის, მეუღლეთათვის, ამკვიდრებს მონასტრული ცხოვრების წესს, ერთი სიტყვით, იგი არის დასაბამი და განმამტკიცებელი ყოველი კეთილისა, განგვარიდებს და გვათავისუფლებს ყოველგვარი ბოროტებისა და განსაცდელისაგან. იონა მორევში ჩათრეული და ზღვის ვეშაპის მიერ შთანთქმული, კვლავ დედამიწაზე რამ დააბრუნა, თუ არა ლოცვამ. ისმინე თუ ვით არ დაგვემოწმება თავად, ღაღად ვჰყავ ჭირსა შინა ჩემსა, იონა 2:3. ან სიკვდილის პირას მისული ეზეკია რაღამ დააბრუნა სიცოცხლეში, თუ არა ისევ ამან ლოცვამ. მოწმეა ესაია, ამის მაუწყებელი, ამათ ეტყვის უფალი. მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენი. აჰა, შესწინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი 15 ესაია 38:5. დანიელი რაღა მიხსნა ლომის ხახისგან. საკმარისი იყო უარი ეთქვა ღვთისადმი ლოცვის აღვლენაზე, რომ გასამართლებულს შთააგდებდნენ მღვიმესა ლომისასა. დანიელი 6:10-23. სანი ღრმანი, ცეცხლში ჩაყრილნი, ცოცხლად რაღაცამ დაარჩინა. კური დაუგდე, რას ამბობენ კოცონში, ყავთ ჩვენ თანასახიერებისაებ შენისა და სიმრავლისაებ წყალობისა შენისა. და ეცდიდება სახელსა შენსა, უფალო. დანიელი 3:42-43. დროებით შევწყვიტოთ საუბარი ძველ აღთქმაში მოხსენიებულთა შესახებ და ყურადღება მივაქციოთ იმათ, რომელნიც თანახმად სახარებაში მოთხრობილისა, მადლით განიკურნენ უდიდესი შეჭირვებისაგან. მკვდარი ასული იაიროსისა შესაკრებელის მთავრისა, როგორც მოვისმინეთ დღევანდელი ლუკას საკითხავიდან, რამ გააცოცხლა, თუ არა ქრისტესადმი აღვლენილმა ლოცვამ. ლუკა 8:41-42. ვინ უწყალობა თვალისჩინი ორ ბრმას. მათე 9:27-20-30. განაერი არ ხრისხდა ორთავეს დადუმებულიყვნენ, მაგრამ უფრო ხმამალამ ღაღადებლებმა ხომ მიიღეს ის, რაზეც ასე ლოცულობდნენ, მათე 15:22-28.
ამასაც თავი დავანებოთ და გავიხსენოთ ჩვენი თანამემამულენი, ზეციური გვირგვინოსნები, მარადის უკდავნი და ჩვენგან მოწიწებით თაყვანისცემულნი, წამებულთა შორის საკვირველი ნესტორი, ვიდრე მოწამედ შეირაცხებოდა. გამოჩნდა ვითარცა მეორე დავითი და შეებრძოლა ახალ გოლიათს, ლიას, წმინდა ნესტორმა ჯერ გოლიათის თვალწინ ილოცა, შემდეგ შეება ლიას ძლიერი მარცხი აგემა და შემუსრა ტირან მაქსიმიანეს გულგოროზობა. განაწმინდანებისადმი აღვლენილი ლოცვა არ შეეწია ამ დიდ საქმეში, უპირველესად კი მოწამეობრივად აღსფლებული დიმიტრი ექმნა მეოხ წინაშე ღმრთისა. მაშასადამი, თუ კი ლოცვა კუდით ქვას ასროლინებს ავადმყოფობას, თვალის შინს დაუბრუნებს ბრმებს, იხსნის მხეცის ხახიდან ადამიანებს, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში, ცოცხლად დაარჩენს კოცონში ჩაგდებულთ, გარდაცვლილთ დააბრუნებს სიკვდილის კლანჭებიდან. აღადგეს მკვდართ, წარმოაჩენს ვითარცა ზეციურ გვირგვინოსნებს და ხილულ და უხილავ მტრებზე. გამარჯვებულებად საუცხო საჩუქარს უძღვნის მათ, რომლებიც სულით და გულით ლოცულობდნენ, ნუ თუ ნათელი არ არის, რომ ლოცვისადმი უგულისყურო დამოკიდებულების და დაუდევრობის წყალობით ჩვენზეც მძლავრობს უდიდესი შეჭირვებანი. რამე თუ ითხოვდით, ამბობს უფალი, და მოგეცეს თქვენ. ეძიებდით და ვპოვოთ, ირეკდით და განგევოს თქვენ. რამე თუ ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს და რომელი ეძიებდეს, პოვოს და რომელი ირეკდეს, განეღოს, მათე 7:8 და უკე თუ თქვენ, ამბობს იგი. უკე თურთა იცით მისაცემელი კეთილი მოცემათ შვილთა თქვენთა რაოდენ უფროსხა მამამან თქვენმან ზეცათამან მოხსცეს კეთილი რომელნიხს თხოვდნენ მას მათე. 7:11 მაგრამ სადღა არიან გულისხმის მყოფელნი, სადღა არიან გამომეძიებელ ღმრთისაით ფსალმსალუნი 13:2. რამე თუ დავივიწყეთ თუ ვინ არის ჩვენი შემოქმედი, ვინ დაგვდო პატივი ხატად მისად ყოფნისა, ვინ დაგვასახლა სიამტკბილობის წმინდა წალკოტში, ჩვენ, გადაღრძვებულნი და ცოდებით დამძიმებულნი, გაძევებულნი ედემის ბაღადან, კვლავ თავისი ძალისხმევით განგვაახლა. აღგვადგინა, ძველი დიდებისა და საუკუნო ცხოვრებისაკენ მოგვიწოდა. თუ კი ამას გავიაზრებდით სულებს, როდი დავიბინძურებდით ამოებითა და წარმავლობით, არამედ სულ მოუთქმელად მოუძებნიდით და ვიზრუნებდით იმაზე, რომელიც ძნელად თუ იპოვება და არც ირგვლივ მიმოფანტულა. ჩვენ კი თითქოს და წყალს ვასხამთ გახრეტილ კასრში, გაწყვეტილ ძაბზე ვაცვამთ ძვირფას თვლებს. არ გაგაჩნია სიმდიდრე? არც განძეულობას ფლობ? გული ხომ მაინც გითქვამს? ეს საკმარისია თავს დაგატყდეს 1000 ბოროტება. რამე თუ ვითარცა ბრძანებს დიდი პავლე მოციქული, რომელთა ხნებავს სიმდიდრე შევსცვიან განსაცდელსა და საფრთხესა და გულის თქმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქმიან კაცნი მოსასვლელად და წარსაწმედელად 1 ტიმოთე 6:9. ასე რომ ხურვალეთ ვითხოვოთ ძმანო, ზეციური სიმაღლეები და მიველტვოდეთ სილაჟვარდეს, ვინ ძლოუწყინად მოგვეცეს მიწიერი სიკეთე ამ საუკუნეში. შევიტკბოთ სიცოცხლე, რათა არც ზეციური კეთილდღეობა და მომავალი გაგვიქრეს მომავალ საუკუნეში კურთხევითა და კაცთმოყვარევითა მეუფისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შვენის დიდება და პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამითთვისით და ყოვლადწმინდით სულითურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. თარგმნა მაია ინდუაშვილმა. 7 ქადაგება, თბილისი 2001 წელი.